როგორ უნდა გავზარდოთ მამაკაცებში ტესტოსტერონის რაოდენობა? ტესტოსტერონი მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც მამაკაცის მრავალ ფუნქციაში მონაწილეობს, მათ შორის განაყოფიერების უნარში, სპერმატოგენეზში და სქესობრივ ფუნქციაში. ასაკის მატებასთან ერთად ტესტოსტერონის რაოდენობა მამაკაცის ორგანიზმში იკლებს. მაგალითად, 30 წლის ასაკიდან ყოველწლიურად ის 1%-ით მცირდება და ეს ფიზიოლოგიურია. ამასთანავე, გარემო პირობებისა და ცხოვრების რეჟიმის ცვლილების გამო ბოლო 50 წლის განმავლობაში შეინიშნება ახალგაზრდა მამაკაცებში ტესტოსტერონის რაოდენობის მკვეთრი შემცირება. რა შეიძლება გააკეთოს მამაკაცმა იმისათვის, რომ ტესტოსტერონის დონე გაზარდოს? პირველი, ეს არის ფიზიკური აქტივობა, ფიზიკური ვარჯიში და უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ძალოვან ვარჯიშებს, რომელიც ზრდის კუნთის მასას. მეორე, სწორი კვება, პროტეინით მდიდარი საკვები, ცილები, ეს არის ნებისმიერი ხორცეული, ქათამი, ინდაური, ფრინველის ხორცი, თევზი, სასარგებლო ცხიმები, ავოკადო, ნებისმიერი თხილეული, იქნება ეს ქართული ნიგოზი თუ თხილი, გოგრის თესლი, ზესუმზირა და ასე შემდეგ. აუცილებელია 7-9 საათიანი ჯანსაღი ხარისხიანი ძილი, რადგან ძილის პერიოდში ხდება ტესტოსტერონის მეტი რაოდენობით გამომუშავება. სტრესის მართვა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სტრესი არ აქვს. აუცილებელია, რომ ისწავლოთ სტრესის მართვა. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს და სტრესის მართვის ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა მაგალითად იოგა და მედიტაცია. დიდი რაოდენობით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ალკოჰოლის და ნიკოტინის მიღება ამცირებს ტესტოსტერონის დონეს. ასევე ნებისმიერი მოსაწევი, იქნება ეს მარიხუანა ან მისი მსგავსი. მცირე რაოდენობით ალკოჰოლი, მაგალითად ყოველდღიურად ერთი პატარა ჭიქა ხარისხიანი ღვინო, პირიქით აუმჯობესებს ტესტოსტერონის გამომუშავებას. D ვიტამინი და ცინკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტესტოსტერონის გამომუშავებაში. D ვიტამინის ძირითადი წყარო მზის სხივებია, ხოლო ცინკს დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთი საკვები, როგორიცაა რძის პროდუქტები, თხილეულობა ნებისმიერი და ხორცი. მნიშვნელოვანია ნორმალური წონის შენარჩუნება, რადგან როგორც ჭარბი წონა, ასევე წონის დეფიციტი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს.